მოგრად მეგობრებო, ხაბიბ ნურმაგომედოვი თქვენს წინაშე. არ შემიძლია ამ სიტუაციით არ ვისარგებლო და მას არ ვკითხო მსუბუქი წონის და ახლა უკვე ქვესაშუალო წონის შესახებ. ხაბიბ, ისლამ მახაჩევი მადალენას წინააღმდეგ. შენ ახსენე, რომ ეს ორთაბრძოლა ისლამის კარიერაში ყველაზე რთული იქნება. გითხარი, რატომ ფიქრობ ასე? რაში აქვს მადალენას ძლიერი მხარეები და სად გაუჭირდება ისლამს ყველაზე მეტად? ყველა საიდუმლოს ვერ გავამხელ, რადგან ჩვენი ოპონენტები გვისმენენ. თუმცა ერთს ვიტყვი. მადალენას დიდი ხანია ვაკვირდები. ძალიან საინტერესო მებრძოლია, თუმცა მას ერთი მინუსი აქვს. ძალიან ცოტა ადამიანი იცნობს მას, განსაკუთრებით ჩვენ ყოფილ საბჭოთა რეგიონში. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მის კარიერაში ჩვენს ერთ მებრძოლსაც არ შეხვედრია. ერთადერთი ბრძოლა მას მხოლოდ რამაზანთან ჰქონდა. ამ ბრძოლის შემდეგ გავაცნობიერე, რომ ის ნამდვილ საფრთხეს წარმოადგენდა ქვესაშუალო წონისთვის. იმ დროს თავისთავად არც მადალენასა და ისლამის დაპირისპირებაზე მიფიქრია, თუმცა თუ მის უნარებს გავითვალისწინებთ, ის ნამდვილ საფრთხეს წარმოადგენს. მაგალითად, მის ტექნიკას კრივს და შევაფასებთ იმას, თუ როგორ იცავს იგი თავს სხვა მოჭიდავეებისგან, თან ის ნამდვილ მოჭიდავეებს შეხვედრია. რამაზანი კარგად ჭიდაობს, გილბერტიც, ბელალ მუჰამედიც კარგად ჭიდაობს, ისეთ ბიჭებს შეხვედრია, რომლებსაც გრძელი მკლავები აქვთ. ჰოლანდის შემთხვევაშიც იგივე. კიდევ ერთ კარგ მოწინააღმდეგეს შეხვდა ბოლო ბრძოლის წინ, სახელი არ მახსოვს. მოკლედ ის მოჭიდავეებსაც შეხვედრია, მოკრივეებსაც და ფიზიკურად ძლიერ ბიჭებსაც. შემოწმება გაიარა. ჩემპიონი გახდა, თან 9-0-ზეა UFC-ში. თან მას ის გუნდი წვრთნის, რომელიც ვოლკანოვსკის ამზადებდა ისლამის წინააღმდეგ. თუ ყოველივე ამას გავითვალისწინებთ, ის ჩემთვის ყველაზე რთული მოწინააღმდეგეა. ოდი მადალენას რომ თავი დავანებოთ, მითხარი 77-ში ვინ როგორ სიტუაციაში შეიძლებოდა ყოფილიყო? ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო გალიაში ისლამის წინააღმდეგ? ორიოდე სიტყვით გითხარი თითოეულზე. 77-ში ნამდვილი მეტოქე შავკაც მოვიაზრებ. რომელიც პირველ რიგში დიდ პატივისცემას იმსახურებს, ხოლო მეორე რიგში სიფრთხილეს იწვევს. შავკატი და ბელალი. იანგერის რთულ მოწინააღმდეგეთ ვერ ჩავთვლი. ცოტა ხნის წინ კიდევ ერთ ბრძოლას ვუყურე, ისეთი სპონტანური შეკითხვა ასახელი დამავიწყდა. ამბობენ, რომ ბელალ მუჰამედსა და ისლამს შორის ბრძოლა სავარაუდოდ არასდროს შედგება, ერთი გუნდი და ერთი მენეჯმენტის გამო. დიახ, ამის წინააღმდეგი მე ვიყავი. გასაგებია, ყოველ შემთხვევაში შავკატის სახელის ხსენებას მოველოდი. შავკატმა საკუთარი ბრძოლებით დაამტკიცა, რომ ის ნამდვილ საფრთხეს წარმოადგენს 77 კილოგრამში. შავკატი, ბელალი და კიდევ იყო ერთი. შომბრედის ვერ ხედავ. სტილისტურად მოსახერხებელი მეტოქია. ისლამი მას გომში მოუგებს, ჭიდაობა საერთოდ არ დასჭირდება. ზოგადად ჭიდაობის ამერიკულმა სკოლამ ფეხებში წინააღმდეგობის გაწევა არ იცის. ისლამს თუ შეუვარდება, მანდვე დარჩება. რა თქმა უნდა, ის ძლიერი და კარგი მებრძოლია, თუმცა რთულ მოწინააღმდეგეთ ვერ ხედავ. მხოლოდ შავკატი, ბელალი და მადალენა. სხვათა შორის შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ მადალენასთან ბრძოლა აუცილებლად შედგება, რადგან ოფიციალური განცხადება ჯერ არ მოგვისმენია. კი, შეგვიძლია, თუმცა UFC-ს თავად სურს ამის გამოცხადება. 100%-ით უნდა მოხდეს. უფრო სწორად, 100%-ით არავინ იცის, მაგრამ ეს ის ბრძოლაა, რომელიც UFC მალე უნდა გამოაცხადოს. ახლა კი ჩვენ საყვარელ წონით კატეგორიაზე, მსუბუქ წონაზე ვისაუბროთ. მოდი დავუშვათ სარუკიანისა და თოფურიას ბრძოლა ჩაინიშნა. რას ფიქრობ, ვინ მოიგებს ამ ბრძოლას? დარწმუნებული ვარ, ამაზე უკვე გიფიქრია. ამ ჩხუბში ვინ იქნება შენი ფავორიტი? ვერ ხედავ იმას, რომ ილიას შანსი კონდეს არმანთან. დგომშიც კი. არმანი ძალიან დიდ დისტანციიდან ჩხუბობს. მოკრივეებთან დისტანციას ინარჩუნებს. ფეხებით უკეთესად მუშაობს. თან არმანი ამჟამად ძალიან კარგია. მას აქვს საკმარისი მასალა, რათა უყუროს და კარგად შეისწავლოს. 3 წლის წინ რომ შეხვედრო და შეიძლება ნაკლები სიფრთხილე გამოეჩინა. ახლა კი აქვს იმის შესაძლებლობა იცოდეს თუ რას უნდა უფრთხოდეს თოფურიასგან. ფიქრობ, ამჟამად მსუბუქ წონაში საუკეთესო მებრძოლი არის თოფურია.
Царукიანზე ამბობ ხო ალბათ? ხო, Царукიანს გულისხმობ, შემეშალა. ჭიდაობის საშუალებით გაიმარჯვებს, ხო? MMA-ის საშუალებით გაიმარჯვებს. თავისუფალი ჭიდაობა არა, თუმცა მაინც გამოიყენებს, არა? არმან შეუძლია მიწაზე გადაიყვანოს, პარტერში კარგი იდაყვები აქვს. ძალიან კარგი იდაყვები აქვს, მასზე კარგად მუშაობს, შეუძლია იჭიდაოს, ფეხებში შეუძრეს, ზურგი აუღოს. ტოპურია სახიფათო დისტანციაზე არ დაუდგება ალბათ. ძალიან ახლოს არ მივა. ბრძოლების ჩანაწერები არსებობს, შეუძლია უყუროს და შეისწავლოს. თავიდანვე რომ ერთმანეთთან აჩხუბრები იყვნენ, ვფიქრობ უკეთესი შანსი ექნებოდა. მე პირადად 80-20-ზე ვფიქრობ და გამარჯვებულად არ მივხედავ. ვფიქრობ რომ მისი ჭიდაობა, მისი პრესინგი და ასევე მისი გაბარიტებიც უნდა გავითვალისწინოთ. ის 10 სანტიმეტრით მაღალია თუ არ ვცდები. მძიმეც არის. ბრძოლის დღეს მასზე მძიმე იქნება, ყველა პარამეტრებში უპირატესობას ვხედავ. ჭიდაობაშიც დომინირებს, განსაკუთრებით მსგავს დაპირისპირებებში. ყველამ ვიცით რა ტიპის ჭიდაობა აქვს Holloway-ს. რა ტიპის ჭიდაობა აქვს მის ბოლო ოპონენტს, Charles Oliveira-ს. თითქმის საერთოდ არ აქვს. დამრტყმელები არიან, რისკზე წავიდნენ და თავისი მიიღეს. ადამიანი, რომელიც ფეხებს იღებს ჭიდაობს, კორპუსს იღებს ჭიდაობს, ასეთ მებრძოლებს ჯერ არ შეხვედრია. ყველა მოკრივესთან იჩხუბა. ვოლკანოვსკი არ ჭიდაობს. არც ხვები ჭიდაობენ. სხვასთან ვისთან იჩხუბა. დამისახել ერთი ისეთი ოპონენტი, ვინც ცოტათი მაინც ჭიდაობდა მასთან. ისეთი მეტოქეთქვი, რომელიც არა 50%-ით, არამედ 20%-ით მაინც ჭიდაობს. სხვათა შორის იცოდი, რომ არმანი ჯიუ-ჯიტსუს სერიოზულად ვარჯიშობს? საინტერესო ბრძოლა გამოვა. ვიცი რომ UFC-ს მისი დაკარგვის ეშინია. არ უნდათ რომ ასე მალე დაკარგონ თოფურია, მედია პიროვნებაა. არმანზე პოპულარულია. ამიტომ შეიძლება პედი პიმბლეტს შეახვედრონ. რომ შეახვედრონ მერე რა. ერთი გაიმარჯვებს და მერე არმანი საწავა. სადმე ხო არ დაიკარგება, ვერსად დამალავენ. ხაბიბ, კიდევ ერთი შეკითხვა. 84 კილოგრამზე. მიხვდები, რასაც გეკითხები ალბათ. მითხარი, რატომ ვერ შეძლო ხამზატმა დუპლესის დაფინიშება? 5 რაუნდის განმავლობაში აკონტროლებდა. რატომ არ სცადა მისი დაფინიშება? ამის სურვილი არ ჰქონდა, არ შეეძლო თუ სხვა გათვლა ჰქონდა? ჩემი აზრით საბრძოლო გეგმა შედგენილი იყო. მქონია სიტუაციები, სადაც ჩემს მოწაფეებს გეგმას უსახავდი და ვეუბნებოდი, რომ დაფინიშება არ ეცადათ. რადგან მიუხედავად იმისა, რომ შეგიძლია შეუძრე და ზურგი აუღო, ან თუნდაც ხელი დაუჭირო, ბოლოს კი შეიძლება პოზიციას დაკარგო. ასეთ შემთხვევაში ძალიან დიდია რისკი. ვფიქრობ, სწორედ ეს იყო მიზეზი. მეორე მიზეზი ისაა, რომ თავად რიკუსი ხელწამოსაკრავი მეტოქი არაა. მას შეუძლია თავი დაიცვას. ბოლოს და ბოლოს UFC-ს ჩემპიონია. მართალია, ძირს გადაიყვანეს და აკონტროლებდნენ, თუმცა ყველა მეტოქეს ასე მარტივად ვერ დააფინიშებ. მაგალითად, მე იაკი ინატას როდესაც ვეჩხუბე, ფურცელზე ის არც ისე ძლიერად გამოიყურებოდა. თუმცა იმ დროს მას ზედიზედ 5 გამარჯვება ჰქონდა.